რუსო, გეხვეწები რა, ნახე კიდე რამდენი დარჩა საერთოდ შესაწვავი რა, გეხვეწები შეჭამე რა, იცი ვისი ხათრით, აი, ეხლა შეჭამე. აღარავის ხათრი აღარა მაქვს. აღარ შემიძლია მეტი. შენი ხათრით ვჭამე, საბას ხათრით ვჭამე, დედა შენის, მამა შენის, შემევით, ყველამდე ვარ თქვენი პატივისცემი. ხომ არა, ხო იცი რომ ისა თვალებს უხდება ძალიან, მხედველობისთვის არის კარგი. გადაიღე. მხედველობისთვის კი არა, ამოყრაზე მაქვს ეს თვალები. აღარ შემიძლია ყარს მთელი სახლი, თავი ოკეანეში მგონია, რომ გავქნა რუსო, არავის არ უნდა ეს შენი თევზი და რა გავაკეთო კაც. ის ერთი ისე ამა ჩემს დაურეკო. ხო ელაპარაკე ეხლა კაცო. რა ვიცი, იქნება რაღაცა შეიცვალა. ალო. ხო მამა, ისევ მე ვარ. რამდენჯერაც საჭიროა. ხო რა ხდება აბა სოფელში? არავინ მომკვდა რა? არა, იმიტომ გეკითხები კაცო, ხომ მითხარი ის გოჩიტაშვილების ისაო, გოჩა იყო ცუდათო. უკეთ არის? რა, მე რო რაღაცა დამჭირდება რა, ყველა კაჟივით არის კაცო. ხო, კაი. აი მე დედა აღარ შეიძლება ამისათა. რა ვქნა რუსო რა, სანამ შენ ნიღაბს იკეთებდი, ჩამოვიარე ყველა რესტორანი და არსად არ მიიღეს ეს თევზიაც. რითომ რატო საზიზღებმა? რატო და ჯერ ერთი შემომოწმებელიაო და მე შენ ცხოვრებაში თევზი არ დაგიჭერია და მოპარული გექნება. გოჩა, მოდი რა ავდგე და გადავყაროთ ეს თევზი. რას ლაპარაკობ? მე თევზე რო თევზს გადააგდეს, მე ის თევზი დაესიზმრება, ღამე მოელანდება და აღარ დააძინებს. მე გოჩა, შენ არ დაგაძინებს ღამე და მთელ სადარბაზოს და მთელ სუპას არ დააძინებს აი ამ თევზის სუნი. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.